იცი რა ლამაზად თენდება ჩემს პატარა ქალაქში. ძისათინათი ჯერ კვერნაქის მთას დაეფინება. იქაურბინა და გაუთბობს მიწათქცეულ ძვლებს. მერე ისე მოიპარება, ისე შეეხიზნება ქუჩებსა და შენობებს, თითქოს რწმენიაო თავის თვალის მომჭრელი სიკაშკაშის. და გორის ციხის ფერდობსაც რომ ესტუმრება, ერთიანად გაიგნორება ჩემი პატარა ქალაქი. ერთბაშად მოიწილებს ღამის საფიქრას და გარჯამონატრებული ჭიანჭველების მუდეთავით აღუდგება, რომ კიდევ ერთი გაუსაძლისი დღე გადააგორო. რა ვუყოთ, თუ უმოწყალოდ და უხუცნაცებიათ ჩემი პატარა ქვეყანა და წვეთობით სწოვენ სიზმრს. რა ვუყოთ, თუ სადღაც მორჩილად მიყუჩებულა ამბოხი სული და ხორციელ ნებას დამონებია. რა ვუყოთ, თუ უწინდელზე მეტად ცდილობს სატანა, როგორმე ისევ აუმღვრიოს გონება ტაძრის გზაზე ძლივს შემდგარ ხალხს. რა ვუყოთ, მაინც ლამაზად თენდება ჩემს პატარა ქალაქში. და ასე გათენდა ის ალბედითი დღეც, როცა პოლიციის შენობასთან არნახული სიძლიერით დაიქუხა ჯოჯოხეთის მანქანა. მერე ცადამიწა ერთმანეთს შეასკდა. ყველაფერი აირია, აიწეწა, აილუქხა და უცებ გაჩერდა, გაირინდა. თითქოს დედამიწასაც შერცხოვდა, წამით შეყონდა. ღმერთს კიდევ ერთხელ ამოხდა ოხრა ადამიანის უგუნურების გამო. ამ ქვეყნიურ ჯოჯოხეთს კი სულის შემძვრელად ცივი და მისივე შემოქმედილით არაადამიანური ტერმინი მიესადაგა. ტერორისტული აქტი. Votin morenაზე რომელიც ჩვენ ქალაქში მოხდა ცოტა ხნის წინ ხდება რომ მაჩელა ქალაქი გარდა ნეგატიური ადამიანის მოხსნებაში აღშეგდა სხვა დაეტყობა. თავისთავად ჩვენ ამას ვაწევთ როგორც კაცმოძიებობის და კაცთაგულის ფაქტს და არა კაცკლა ამცნების დავუმატეთ. მე შეთხოვის ადგილას და როგორც ვიკავებით ამბობდა დამოუკიდებლად ესეთი შეგრძნება როგორც მეუქლებოდა სოხუმის როდესაც ქალაქი იბომბებოდა იმ დროს ესეთი გასდა იმედობის სასწრაფოების და ირგვლივ ყოფი საფრთხის. ალბათ ეს შეიძლება იყო რომელიც დღეს უკრავდა მთლიანად ქალაქში. საფრთხე განიცდიდა ყველა ადამიანი თავის თავზე, თავის ახლობლებზე, თავის საყვარელ ადამიანზე და კიდევ განცდა ტკივილისა, რომელიც იყო დაკავშირებული დაყოფოდა დაშენებულ ადამიანებთან. და სამწუხაროა ის როცა ადამიანები ამგვარად იქცევენ. და მინდა თქვა, რომ ტკივილს, რადგანაც ისინი აბებებენ სხვა ადამიანებს, აუცილებლად დაგება იდრა, როდესაც თავად ისინი გახდებიან ამ ტკივილის მსხვერპლი. ის ტკივილი რაც გაიცედეს დაუწყო ოჯახებმა იმ ადამიანებისა, რომლებიც დაუყოლი პოლიციელების, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებენ. ალბათ შეიძლება ითქვას, რომ პასუხისმგებლობით რომ ადამიანები გაეღვნენ საბჭობოსათვის ამიტომ თავის მოვალეობას ასრულებდნენ თავისი სამშობლოს წინაშე. იმ მსახურებას, რომელიც სამსახურშიც ისინი იყვნენ მოწოდებული. იმ ოჯახების ტკივილი, რომელთა წევრები დასახեցდნენ და იმართება დარჩნენ. და ყველა ადამიანის გაცდა, რომელიც თავისი თავი იცნო უმწეოდა სიკვდილის სიკვდილის
შექმნილი მიწას უბრუნდება, როგორც ამას მინდა წერილი ბრძანებს ადამიანის სხეული, რომელიც მიწის სათავეში მიწას უბრუნდება და ამას ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობაც გვაჩვენებს ამას გასასვლელი ადამიანების სახით. როგორც არის ღვთისა ის ღვთისთავება, ანუ სული ადამიანის ღვთისა გაშთაბერილი მეთა უნდა დაუბრუნდეს. და ყველა ადამიანი ღვთის წინაშე წაძლება თავისი სიკეთით და თავისუფლებით. თუ დადგება ის დღე, როდესაც ყველანი ვარდებთ ღვთის წინაშე პასუხს ჩვენი ცხოვრებისათვის. მერე გაჩნდა კიდევ უფრო მშრალი სტატისტიკა. 3 დაღუპული პოლიციელი და დაჭრილები, დაშავებულები, დაღეწილები, შეძრულები, გაოგნებულები და ვინც ის კიდევ რამდენად განადგურებულები. თუმცა შესაძლოა მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო, რადგან პოლიციის შენობასთან თითქმის ყოველთვის უამრავი ადამიანი ელოდა მოთმინებით გასაწოდავებული, მაგრამ მაინც მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ საკითხს. ამ დროს ბავშვებიც ბრუნდებოდნენ ხოლმე სკოლიდან და საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზეც არ წყდებოდა მკურნალთა თუ პაციენტთა ნაკრები. მაგრამ საბედნიეროდ მაშინ გზა თითქმის ცარიელი იყო. სამი ოჯახისთვის კი მსხვერპლი მაქსიმალური და შემაჩწუნებელი აღმოჩნდა, მაგრამ თითქოს ყველაფერი უფლისნებით მოხდა. გია მთვარელიძე ერთგულად ელოდებოდა ახლობას პოლიციის შენობასთან, რომ კიდევ ერთხელ თუნდაც უკანასკნელად დახმარებოდა. მან კი რატომღაც დაიგვიანა. ცოსო მინდიაშვილს მთელი ღამის ნამორიგებებს უჩვეულოდ მიეჩქარებოდა სამსახურში და თამაზ იაკობიძეც სწორედ იქ, იმ დაწყევლილ ადგილას ესაუბრებოდა ამ ხანაგებს. უფლისავე განგებით სამივე სიკეთითა და დიდსულოვნებით გამოირჩეოდა და ალბათ ამაოდ არ ამოიგმინა ქალაქმა რაღაცამი საუკეთესო ირჩიაო სიკვდილი. ახლა სამივე ოჯახი მოგონებებით ცხოვრობს და კიდევ იმ გაუსაძლისი ტკივილი ყველაფრის მკურნალ დროს რომ შეუძლია გააფერხთალოს მხოლოდ. შეძლებს კი ვინც. გია მთვარელიძისათვის პატარა ნიკოლოზი უფლის საჩუქარი იყო, რადგან 5 წლის წინ უკვე 13 წლის თათიასა და 9 წლის მარიამის მამა ტიმოთეს უბანში წმინდა ნიკოლოზს შევედრებია. მასაც შეუსმენია და პატარა ნიკოლოზი მოვლენია ქვეყანას. გიასა და ქეთევანის ბედნიერება კი სრულყოფილებამდე ამაღლებულა. ბუნებით უზომოდ კაცმოყვარე და კეთილშობილი იყო გია. ფაქიზი იუმორის გრძნობაც ჰქონდა, მაგრამ უფრო ფაქიზი სული, რადგან ვიდრე ვინმეს გაეხუმრებოდა 1000-ჯერ აწონიდა გონებაში, საწყენად ხომ არ დარჩებაო. ყოველ სიტყვას ზომავდა, რომ გული არავისთვის ეტკი. სიტყვა ძუნწი კი იყო, მაგრამ ის ყოველ სიტყვასა თუ რჩევას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. ძალზე ერთგულ მეუღლეს ყოველთვის განუმეორებელი ხიბლი შემოჰქონდა შილი. შეუდარებელი მამაც იყო. სულ იმაზე ზრუნავდა, როგორ შეესხა ფრთები შვილების ოცნებებისათვის, მაგრამ ნიკოლოზზე მაინც სხვანაირად ფიქრობდა და დიდ დროსაც უთმობდა მის აღზრდას, რადგან მისგან ნამდვილი კაცი უნდა გაეზარდა. ქართველი კაცი, ეს კი არც ისე იოლი იყო. ოცნებობდა სკოლაში რომ წაიყვანდა, მაგრამ არ დასცალდა. ახლა ქეთევანისათვის განსაკუთრებით ძნელია ნიკოლოზის დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. როგორმე უნდა აუხსნას პატარას, სად გაფრინდა მამიკოს სული და როგორ მფარველობს ძველები, მაგრამ ახლა უკვე შორიდა. ამაში ისევ გიას ხილვა ეხმარება. მას რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ მის ბრუნმიუკარებელ თვალებს გიას სახება მოევლინა, ღვთაებრივი ნათლით მოსილი. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც სიცოცხლეში. წინ გადაეღობა ქეთევანი და არ წახვიდეო შეევედრა. გიამ კი სთხოვა, თუ მართლა გიყვარვა, ბიბლია აიღე და იკითხე. კიდევ ერთხელ ურჩია, როგორ უნდა ეცხოვა, რადგან გრძნობდა ახალფეხადმული ბავშვებით სწავლობდა ქეთევანი მის გარეშე ცხოვრება. ალბათ ეცოდებოდა, რამდენჯერ მოუწევსო უჩემოდ დანარცხება და წამოდგომა. მაგრამ ესეც ქეთევანის ჯვარია, უფლისაგან კუთვნილი და ერთგულად უნდა ზიტოს გიას ხსოვნის უყდავ საყოფად. შვილებიც ისეთები აღზარდოს, როგორიც გიას დატოვებულ კაცურ სახელსა და მის პედაგოგს ეკადრება. ძნელია საუბარი გიაზე, როგორც უკვე წარსულზე.
ეს იყო ოჯახისთვის თავდადებული მამა, მშობელი, შვილებისთვის თავდადებული, ძალიან მოსიყვარული ოჯახისა. მას ჰქონდა უამრავი დადებითი თვისება. უმისოდ ასე მგონია უკვე არ არაობა ვარ. ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით. ეს აფასებდა მოხუცებს, რომელიც ღვთის შეძენით ულომად არიან ჩვენს გარშემო, მამა, დეიდა, ბიძები, ბიცოლები. გია იყო ჩემთვის ნამდვილი მეუღლე. იყო ჩემთვის ნამდვილი ზურგი, ასე ვთქვათ, რომელსაც შემეძლო თავიდან ბოლომდე მივიდობოდი. მე თვითონ ძალიან ადრე გარდამეცვალა მშობლები და მან გადამატანინა ეს უბედურება, ნამდვილი უბედურება, რაც თავზე დამატდა. მას ძალიან უყვარდა თავისი დედა, რა თქმა უნდა, მამაც უცხალი ყავს და ღმერთმა დიდხანს უძოცხლოს. დედა, რომლის სურათსაც 98 წელს გარდაეცვალა, მომიტანეს ის ჩანაწერები, რაც თან ჰქონდა, მაშინ დაატარებდა გულის ჭიფით. გასახსენებელი მაქვს უამრავი, ვერ დავკონკრეტდები ყველაფერს, მაგრამ ეს არის ის ადამიანი, რომლისთვისაც ჩემი ცხოვრება ნამდვილად იყო დღესასწაული, ყოველი დღე, ვისთანაც მე ვარსებობდი და ვიყავ. მან მოასწრო იმდენი აგერ დამიტოვა სამი მოსაყვარლესი ადამიანი, ისე უფროსი გოგონა, რომელიც არის სტუდენტი, ძალიან დიდი სიხარული იყო მისთვის. ახლაც დიდი წარმატებით დაასრულა ეს სემესტრი და დიდი სიხარული მიანიჭა და მოასწრო მეორე გოგონა, რომელსაც ადარებდა თავის სათაყვანო დას, განსაკუთრებულად უყვარდა და ეფერებოდა, სანამ კი სახლში მოვიდოდა, ქუჩის ბოლოში ხვდებოდა და იქიდან იწყებდნენ ალერს და მოფერებას. შემოჰქონდა ოჯახში უდიდესი დადებითი აურა და ასხივებდა თითქოს ამ სახლს. ამავე დროს ჰქონდა საკმაოდ ზომიერი და ასეთ შეგვიძლია ვთქვათ, მოჯარბებული უმორის გრძნობა მეგობრებში, ნათესავებში და საერთოდ მინდა ვთქვა, აღნიშნო, რომ ის დააკლდა ქალაქს, დააკლდა მეზობლს, სამეზობლოს, დააკლდა ნათესავებს, დააკლდა ყველას და დააკლდა პირველ რიგში ოჯახს, თავის შვილებს. და სწორად ახლა სჭირდებოდათ მათ შვილებს მისი თავი. ცხოვრება გრძელდება ცხოვრება და დამიტოვა თავისივე მსგავსი ასლი, ასე ვთქვათ, რომელიც იმეორებს მის თვისებებს და მეც უფლის შეძენით შეძლებ ალბათ გავზარდო ისეთი ვაჟკაცი, და კი ნათლად წავსდგენდეს სულის წინაშე. სოშო მინდიაშვილის უსაზღვრო სიკეთეზე ლეგენდებს ყვებიან. ის პიროვნულ ხიფსა და კაცმოყვარეობაზე. უზომოდ უყვარდა ადამიანები და ეს სიყვარული მის ყოველ მოძრაობაში, ყოველ მოქმედებაში იფრქვეოდა. უამრავი მეგობარი ჰყავდა, რადგან უღალატო მეგობრობა იცოდა. შეეძლო დაახლოებდა და გაცილებით უფროსსაც და უმცროსს. ოღონდ ლამაზისული აღმოეჩინა ადამიანში და ისე მიეკედლებოდა, ისე ჩაუგულიზდებოდა, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად მოდიოდა. უჩვეულო სიახლოვე ჰქონდა შვილების მეგობრებთან. ვერც კი წარმოედგინათ მინუსა და ქეთის თანათვალსწინებით მის გარეშე ექსკურსიაზე წასვლა, რადგან ისე მფარველობდა და ეფერებოდა, ვერც კი იგრძნობდა, რომელი იყო მისი შვილი. ან როგორი მოუხენა იცოდა, ბავშვით გალახდებოდა, რადგან გულიც ბავშვი ჰქონდა, სუფთა და უღალატო. არნახული მეოჯახეც იყო და არაჩვეულებრივი მამაც.
სულშვილის გარეშე იშვიათად ნახავდა კაცი და თისნებით რატომღაც იმ ჯოჯოხეთში აღმოჩნდა მარტო, უიმადო. სოსოსა და თამარსაც უფლის აჩუქრად მოევლინე პატარა ლექსო ორი ქალიშვილის შემდეგ. ისევ შეიხსენეს ჩვენი საწოლთან გატარებული უძილო ღამეები. ისევ აივსო სახლი პატარას შურტულით და სტუდენტი დედიც თავსებლებოდნენ 3 წლის ლექსოს. სოსოც უბედნიერესი იყო და შვილების მომავალზე ოცნებობდა. მაგრამ ახლა პატარა ლექსომ მხოლოდ ის იცის, რომ მამიკო ეკლესიაში წავიდა და რატომღაც შეაგვიანდა. უზომოდ დაწვიტა გული ყველას და არა მარტო ახლობლებს. ვიდრე პოლიციის სამმართველოში დაიწყებდა მუშაობას, პროფესიონალ მეხანძრედ ემსახურებოდა საყვარელ ქალს. ალბათ მაშინ თუ შეარქვეს ღიმილის მომგვრელი მეტსახელი პომპიერო, რამაშხიყვაძის გმირის მსგავსად. ნამდვილი პროფესიონალი იყო. ერთხელ აგარაში საწვავით სავსეავს ცეცხლი მოკიდებია და მისი აფეთქება უზომო ზარალით ემუქრებოდა დასახლებას. სოსოს სწრაფად გაუაზრებია შექმნილი სიტუაცია და უთხოვია წყლის ჭავლი მიესყურებინათ მისთვის. ასე წყლის ძლიერი ნაკადის ქვეშ უშიშრად მიახლოებიაავს და ონკანი გადაუგებია, რითაც გარდაუვალი ტრაგედიისაგან უხსნია იქაურობა. ამ შემთხვევას იგი აგარელთა გმირად უქცევია და ყველა ოჯახის კარიც გაღებულა მისთვის. პოლიციის სამმართველოშიც ერთგულად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. სხვაგვარად არ შეეძლო, მაგრამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში სულ აფორიაქებული იყო გაურკვეველი სამსახურეობრივი სიტუაციის გამო, მაგრამ იმ ალბედით დღემდე ცოტა ხნით ადრე საიმედო პასუხით დაამშვიდეს. მერე იმ ქვეყნიურ მარადიულ სიმშვიდეში დაიდობია. დაიბადა უკრაინის პატარა ქალაქ ვოლჩანსკში. ბავშვობა დაატარა თითქმის იქ. ბავშვობის დროს ძალიან ეცერქი და გამბედავი ბავშვი იყო. ერთხელ საფურავზე ვიყავით დასულები და ძალიან მაღალი სიმაღლიდან გადმოხდა. დაუძახე მე აბა გადმოხდები და გადმოხდა ძალიან მაღალი სიმაღლიდან. და ხალხი ვინც იქ იყო, უყალა ეგონა რომ გადმოვარდა და უყალა შევარდა წყალში იმის გადასარჩენად. და წყლიდან რომ მოიყვანეს, ის უკვე იცინოდა და იძახდა, ხო გადმოხდი. აქედან მოყოლებული აგი ბავშვობა გაატარა. სწავლობდა ქალაქ გორში. ბავშვებთან და მეგობრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როცა დაამთავრა სკოლა, მაშინ 2 წელი იყო სტაჟი ინსტიტუტში მოსკოვილიყო და მივუყანეთ სახანძრო რაზმში, გორის სახანძრო რაზმში. ორი მორიგეობის შემდეგ მას მოუწია ხანძარზე გასვლა. ხანძარი მოხდა სპარშაზღეთის ტერიტორიაზე, იწოდა გაშვენთილი შქლები. იმდენად კარგად იმუშავა ამ პატარა ბავშვმა და იმდენი ენერგია გამოიჩინა, რომ სამმართველოდან ჩამოსულმა ხალხმა ყურადღება მიაქციეს და ერთი კვირის შემდეგ დაიყვანეს თბილისში სამთვიან ტექნიკუმში სასწავლებლად. ეს სასწავლებელიც კარგად დაამთავრა, კარგად იქცეოდა და გადაწყვიტეს გაეგზავნათ ხარკოვის სახანძრო ინსტიტუტში. ხარკოვის სახანძრო ინსტიტუტიც დაამთავრა 3 წლის შემდეგ და დაბრუნდა გორის სახანძროში. აქედან მოყოლებული, სერჟანტობიდან მოყოლებული მივიდა რეგიონის სამმართველოს უფროსამდე. ამ პერიოდში იმდენად დიდი დამსახურება და იმდენად დიდი პატივისცემა დაიმსახურა თავისი კოლექტივისა, ყოველთვის როცა ხანძარი ჩდებოდა, მორიგე იყო თუ არ იყო მორიგე, სოსოს ურეგავდნენ და ეუბნებოდნენ სოსო გვიშველი და სოსოც მაშინვე გარბოდა.
რამდენი რამე გავიხსენო, მაგალითად ცირკი რო იწოდა, მაშინ მორიგი არ იყო და პირველი ის მივიდა. როცა თვითონ გაჭირვებაში იყო ჩავარდნილი, ჭერი ჩაინგრა და ჩავარდა. და ორნი მუშაობდნენ იქა. თვითონ ჩავარდა და მეორე მეხანდრე მაღლა დარჩა. და დაბლიდან უყურებდა ვასიკოს უშველეთ, ვასიკოსავ, თავის თავზე კი არ ფიქრობდა. ვასიკოს უშველეთ, ვასიკოსავ. და სუყალა ვასიკოსა და მაგის საშველად აიხსნა. აი ეს არის მოკლე თუ შეიძლება გახსენება მაგისი სიკეთისა და ადამიანების. თამაზ იაკობიძეც სულით ხოცამდე ქართველი იყო, ქართული ტრადიციების მეხოდი. ამიტომაც დაატყვევა ოჯახურმა ტრადიციამ და მანაც ერთგულად განაგრძო მამის სახანძრო ზედამხედველობის ქვეგანყოფილების უფროსის ვასილ იაკობიძის მიერ გაკვალული კაცური გზა. მერვე კლასში იყო, დედა რო გარდაეცვალა და ძლიერს გადაიტანა ეს ტრაგედია, თუმცა ობლობის დაღი თითქმის არ მოშორებია. ძალზე მგრძნობიარე და გულჩათხრობილი გახდა. სულ ეს მთელი სითბო და სინაზე, რომელიც დედასთან ურთიერთობისას უნდა დაეხარჯა, ოჯახის წევრებს გაუნაწილა უშურველად. ამიტომ ყველაფერში საუკეთესო იყო, როგორც შვილი, როგორც ძმა, როგორც მეუღლე, მამა ხომ შეუდარებელი. უზომოდ დიდი სიყვარული შეეძლო არა მარტო ოჯახის, არამედ ახლობლების, ნათესავების და სრულიად უცხოებისაც კი. მაგრამ მისი ყველაზე დიდი სისუსტე მაინც ბავშვები იყო. ასაკობრივი ბარიერიც არ ჰქონდა. ბავშვთან ბავშვი იყო, დიდთან დიდი. თუმცა დაძაბული სამუშაო პირობების გამო უფლის სახლს ხშირად ვერ სტუმრობდა, მაინც მთელი ცხოვრება ცდილობდა ქრისტეს მცნებებით ეღო. არც უჭირდა. თავმდაბლობაც ეხმარებოდა და სიკეთის ქმნის დაუუკებელი ცხოვრებას. სულით რომანტიკოსი იყო. ყოველივე მშვენიერი, ამაღლებული, განსაკუთრებული ხიბლავდა. ამიტომაც იხსენებდა საოცარი სიამაყით იმ დროს, როცა მისი და მისი მეუღლის ლამაზ სიყვარულს სვეტი ცხოვლის დიდებულ ტაძარში დაერგა გვირგვინი. თუმცა იმ დროს პარტიული თუ თანამდებობრივი ნიშნით გამორჩეულთათვის ტაძარში ჯვრის წერა კი არა, შესვლაც კი ცარისკო იყო. მის ყველაზე დამახასიათებელ ძალზე ფასეულ თვისებას მაინც მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა მიეკუთვნებოდა და სხვის დაუდევრობასაც ძნელად ეგუებოდა. კეთილშობილსა და განათლებულს ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა არასოდეს ჰქონია, რადგან შეეძლო სხვისი აზრისთვისაც ეცა პატივი და საკუთარიც არ მოეხვია თავზე სხვისთვის. მაგრამ პოლიციელის კლასიკურ სტერეოტიპს ვერაფრით მოერგო. აფხაზეთმა და ცხინვალმაც ვერ გაუმკაცრა ბუნება, ვერ გაუუხეშა სული. დუმბაძის კუკარაჩას მოგაგონებდათ და საოცრად მიესადაგებოდა მაიორ საბაშულის მიერ კუკარაჩას მისამართით ნათქვამი ფრაზაც. შენ პოლიციელი კი არა, საბავშვო ბაღის გამგე უნდა ყოფილიყავიო. ერთი ყველაზე სამიყვარი და აუხდენელი ოცნება გაყვა იმქვეყნად. 2 თვის წინ ვაჟი რომ დააქორწინა, მას შემდეგ სულ შვილიშვილზე ოცნებობდა. არადა შესანიშნავი მეუღლე და მამა საარაგო პაპაც იქნებოდა უთუოდ. თავზარ დამცემი ფაქტი დაატყვა ჩვენ ოჯახს და მართალია მკითხავთ ბოლომდე არც მაქვს გათვითცნობიერებული და გააზრებული ის რაც მოხდა. და ყოველი გატარებული წუთი მამა ჩემთან უკვე ჩემთვის თავისთავად ტკბილი მოგონებაა. ერთადერთი რაც საამაყო და სასიხარულო დამრჩა ის არის რომ მე ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის რომ ვიყავი თამაზ იაკობიძის შვილი. ადამიანი რომელიც იყო უსაზღვროდ კეთილშობილი, თავმდაბალი, გაწონასწორებული, ერთგული თავისი ოჯახის, სამშობლოს, სამსახურის მიმართ. მას არასოდეს არ ჰქონდა ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემა, იყო საოცრად კაცთმოყვარე. და რა ვიცი, რაც შეიძლება ადამიანზე კარგი თქვა, ყველა ისწორები გააცდა მამაჩემ. ყოველთვის მიდიოდა ღმერთისკენ მიმავალი გზით. და არასოდეს ცხოვრებაში არაფერს არ აკეთებდა ისე, რაც მის სახეს და მის პიროვნებას ჩრდილს მოჰქონდა. არასოდეს არ მქონდა მასთან ურთიერთობაში ასაკობრივი ბარიერი, ნებისმიერ საკითხზე შემეძლო მელაპარაკა და ჩემი მესაიგიმლე იყო. დამწვა
დაკავებული დიდი დარწმუნებით და დიდი სიყვარული ადამიანების მიმართ. არასოდეს არ დამავიწყდება, რომ ყოველთვის მეუბნებოდა, არასოდეს არაფერზე არ გაბოროტე, არასოდეს არ გამოგიყვანოს ამა თუ იმ ფაქტმა და სიტუაციამ მდგომარეობიდან შეინარჩუნა ყოველთვის სიყვარული და სიკეთე. მე იმედი მაქვს, რომ ეს არის ადამიანები, რომ ცხოვრობთ ამ ქვეყნად, ხო, ეს არის რაღაც ჩვენი დროებითი სამყოფელი და შემდეგ ადამიანი გადადის მარადიულ სასუფეველში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში, მის მარადიულ სასუფეველში მამაჩემის სულს მოეფინება ნათელი და დაიმკვიდრებს იქ, სადაც ღირსეულნი არიან, როგორც ილია მეორემ მოსამსივრების წერილში აღნიშნა. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ბატონი თამაზის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის და შევთხოვთ ღმერთს აცხოვნოს იგი და დააწესოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ხმა პატივისცემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.